საქართველოს ფუნქცია რა არის? წეგან თქვი მე, საქართველო არის ქვეყანა, სადაც ქართულ ენაზე ჟამი შეიწირვის, ანუ წირვა აღევლინება და ლოცვა-ყოველი აღევლინება. ქართულ ენაზე მისტიკური კავშირი ღმერთთან. საქართველო ტრადიციულად არის ქვეყანა იმ ადამიანების, რომლებიც ეკლესიის წევრნი არიან. ეკლესიის წევრი ადამიანი, რომელიც ინათლება ნომინალური წევრი ხდება და ინათლება და ხდება ეკლესიის წევრი. ეკლესიის წევრთა ერთობა გარკვეულ სივრცეს იკავებს. ქართველები, მონათლული ქართველები ამ სივრცეს იკავებენ საქართველოს ტერიტორიაზე. ამიტომ საქართველოს ტერიტორიის საზღვრები და ეკლესიის საზღვრები ერთმანეთს ემთხვევა. ეკლესია შენობა ხო არ არის, ეკლესია ჩვენ ვართ, ვინც მონათლულები ვართ. ამიტომ საქართველოს შეიძლება ითქვას ერთი დიდი ეკლესია. ქართველებმა ძალიან უცნაურად მიიღეს ქრისტიანობა. წმინდანინო რო შემოვიდა, წმინდანინო იყო 14 წლის საქართველოში შემოვიდა. წარმართულ ქვეყანაში, სადაც არის წარმართული კერპები, ეს არის პერიოდი, როდესაც ქალს ისედაც ბევრი არაფერს უფლება არ აქვს. 14 წლის ბავშვს ეხლა არავინ არ მოусმენს და მაშინ საქართველოში თან ქალს, თან გოგონას, უპატრონოს მონათი წოდებოდა, ანუ არანაირი სტატუსი არ ქონა, სოციალური, ნულოვანი იყო მის სოციალური სტატუსი. როგორ შეეძლო, რომ თავის სიცოცხლეში საქართველო მეფიან დედოფლიანა, რა ვიცი, ყველა კუთხებიდან გამختارიყო მართლმადიდებელი ქვეყანა. საოცრებად არ გეჩვენება? რა საოცრება იყო ეს ქართული კაცის ინტუიცია, ხო? ეგ ერთი მერე ვახტანგ გორგასალის ომის დროს. ჩვენთვის თანაბრად მომგებიანი, შეიძლება უფრო მომგებიანიც ყოფილიყო მაზდიანები გამختارიყავით სპარსელების გამო და არა თქვათ ქრისტიანები ბიზანტიელების გამო. მით უმეტეს ნათესაური კავშირი ვახტანგ გორგასალს სპარსელებთან უფრო ჰქონდა. და ესე იგი ძალიან ბუნებრივი იქნებოდა ეს. მაგრამ არა, ქართველებმა აქაც ინტუიცია მიმუშავა, რომ ქრისტიანობა ავირჩიეთ. გიორგი მეშვიდეს დროს ბოლო მეფე იყო ერთიანი საქართველოს. საქართველო პრაქტიკულად განადგურდა თემურლენგის შემოსევის დროს. და ქართველებმა ფაქტობრივად განაცხადეს გზაობა, სრულიად დახოცილი იყვნენ, სრულიად გამწყდარი იყვნენ ოღონ ქრისტესათვის არ ეღალატათ. გესმით, თემურლენგი შეგახსენებთ ვინ არის? ეს არის ადამიანი, რომელსაც მთელი აზია დაპყრობილი ყავდა, ითვლებოდა ჩინეთის იმპერატორათაც, გონი ინდოეთის იმპერატორათაც, ჩრდილოეთ კავკასია, მაშინ გამოსულმან და ისინიც ქრისტიანები იყვნენ და ერთხელ შემოუარა და გაამუსულმანა, საქართველოს არაფერთ ირანი, ოსმალეთი, ყველაფერი ხელში ეჭირა. მთელი შუა აზიის ქვეყნები. საქართველოს უბრალოდ გასავლელი გზა იყო, რომ ევროპაში გასულიყო. და საქართველოს და რა, ზურგში რო გავიდოდა ევროპაში, ზურგში არ უნდა ყოლოდა ქრისტიანული ქვეყანა რა, ამიტომ რომ ის დაუწყებდა ჩიჩხინს და ვიქრე ამას უცებ გავამუსულმანებ და გავივლი. და არ გამუსულმანდა საქართველოს. შემოვიდა ერთხელ, შემოვიდა ორჯერ, სამჯერ, ოთხჯერ, ხუთჯერ, ექვსჯერ, შვიდჯერ, ქვაზე არ დატოვა. და ბოლოს იდეურად დამარცხდა და გიორგი მეშვიდეს დაუწერა წერილი, კი ბატონო, ვაღიარებ, რომ საქართველო არის ქრისტიანული ქვეყანა. აი ეს არის რა. ანუ რა არის საქართველოს მისია? მსოფლიოს აჩვენებდა გმირობას, რომ ქრისტესათვის არა მარტო სიცოცხლე, არამედ სიკვდილის ღირს ესეთები იყვნენ ქართველები. და იმიტომ ვართ ჩვენ აქ ქრისტიანები, თორე იმათ ესე რო არ ეომა და ეშრომათ, ვინ მოგვიტანდა აქ. აი ეს არის საქართველოს მისია. ყველას აჩვენოს, რომ ჩვენ გზათა ვართ მოვკვდეთ ქრისტესათვის.